ემსაზე უყარა თარმახს. ხელი ვყარი რომ ამ ეს მიარტყა რა ბოძზე იქვე ბოძზე იყო. ავიდა საფრანგეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარს ვაკეთებ 5 იანზე. რამდენში შეიძლება გაკეთდეს? თავზე დაემხოთ მთელი სახელმწიფოებრივი მანქანა, უშიშროება თავისი გოგაშვილით, თავისი ვახტანგ გომელაურით, ამათი სამიზნიდან მაინც ვერ ამოვედი. და ერთხელ და სამუდამოდ რომ პასუხი გავცეს სახელმწიფო მახინჯ პროპაგანდას, მე თქვენთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვები ამ გადაცემის ეგრეთ წოდებულ ნარატივს, რომ სიღრმისეულად ჩაგახედოთ თუ რასთან აქვს საქმე, ხერხბლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი თქვენგანი, ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლო უყვარს და ამ ნაძილებს კორუფციაში, ნეპოტიზმში და სხვადასხვა გადაგვარებებში ამ ხელს, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ძირს უთხრის. ვიტყვი, რომ სახელმწიფო უშიშროების აგენტს ჩანერგილს რუსთაველის თეატრში ვინმე ბარბაქაძეს კაცად არ ვთვლი. და მას არასდროს არანაირ დუელში არ გამოვიწვევდი, რადგან ის უბრალოდ გახლავთ დიდი მახინჯი სისტემის მექანიზმი, რომელიც ადრესატი ჩემი პასუხებისა ნამდვილად არ არის. თავდასხმის საქმე ხელისუფლების მაღალი პირებისგან იყო ორგანიზირებული, რომლებსაც მე პერმანენტულად ვამხედდი კორუფციაში. ესენი იყვნენ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა კობალაძე და ეს სხვა მთელი ვერტიკალი, რომელიც სიუჟეტურად გეგმავდა ამ პროცესებს თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების სამინისტროსთან შეთანხმებით. ფაქტურად მომიწყვეს რეალური პროვოკაციული ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ჩემი პროვოკაციაში ჩათრევა და მინიმუმ იმის თქმა, რომ აი ყოფილმა სამხედრომ, რომელიც იარაღის გამოყენება და შემდეგ შური იძია ამ მოვლენებზე, ან წვრილმალი ხულიგნობის ციხეში გაშვება. აი ეს იყო იმ სიუჟეტის მთავარი გეგმა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განახორციელა ამ ორგანიზირებულმა კრიმინალურმა ჯგუფმა ხელისუფლების დახმარებით. ხელი ვყარი რომ ამ ეს მიარტყა რა ბოძზე იქვე ბოძზე იყო. გერ არის ის ბოძი თქვა სიტყვაზე, რასაც ბარბაქაძე ამბობს, ხელი რომ კრა და სახე მივარტყი, ოღონდ მე რა ვერ გამიგია, იცით? ამ შემთხვევაში თუ მე აი ამ მაგალითად აი ამ ბოძს სახეს მივარტყამდი, ხო? თვალის შიგნით როგორ მექნებოდა დაზიანებები, ან უკანა მხარეს როგორ აღმომაჩნდებოდა მეტალის ნაწილაკები, რომელიც სამხარაულის საექსპერტო დასკვნამ დაწერა. დათო არ ლაპარაკობს ამაზე, სამხედრო კაცი არის და მე გეტყვი რომ დათოს არ აქვს ხელი მოხდილი. დათოს აქვს ჩართული ბლაგვისაგანი. ეს გამოძიება გამოკультურა იყო ბლაგვისაგანი. და რამოდენიმე სანტიმეტრში არის საფეთქლიდან, ანუ პროფესორულად არის ეს დარტყმული და რომ არა ალბათ უფლის ფარველობა ჯვარი ეწევოს ბათუმ დავიზა შეიძლება ფატალურადაც დამთავრებული იყო ეს ყველაფერი. ბარბაქაძე საკუთარ ცოლს უშიშროებას ახმარიებს იმის გულისთვის, რომ საფო ეგრეთ წოდებული იმიჯი იყოს შენარჩუნებული. ნუ ამ კაცისგან ზოგადად არაფერი არ მიკვირს. უბრალოდ სისხლის სამართლის საქმეში, როდესაც ესენი თითქოს და თავს იცავდნენ, იქ ამბობდა, რომ მისმა ძმამ დამარტყა ხელი. შემდეგ ამბობს, რომ ბარბაქაძემ მიჯიკა ხელი და თავი მივარტყი აგერ ბოძს. ნუ იმის კაცობაც არ ყოფნით, რომ თქვათ, რომ ედით და ფიზიკურად გაგისწორდით, პასუხი გაგეცით ამის გამო. რა სიტყვით, ამას ვერ იტყვით, იმიტომ რომ უშიშროების ბოზები ხართ, ამიტომ ყველგან თამაშობთ, ყველგან როლებს ირგებთ და ნუ ეს ყველასთვის ცხადია, რომ თქვენს ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. რომ შევდივით სახში მე ვესალმებოდი ხოლმე ჩემს. ჩემმა ცომა არ იცის თავდაცვის სამინისტრო სად არის. ტერიტორიულად არ იცის. მინდა გამოვეხმაურო ისევ გოგა ბარბაქაძის ტყუილებს, ის ცინიკურად იძახის თურმე მისმა მეუღლემ არ იცის თავდაცვის სამინისტროს მისამართი. მე შემთხვევით შევამჩნიე იგი თავის მეუღლესთან ერთად თავდაცვის სამინისტროს ეზოში, როდესაც ესაუბრებოდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, მე შემთხვევით აღმოჩნდი იქ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე. აქვე აღნიშნავ ლევან იზორიას დროს ზოგიერთი მსახიობი და მომღერალი იყო ვარსკვლავიან თანამდებობაზე გაფორმებული, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. ეს პიროვნებები
არ დადიოდნენ სამსახურში და იღებდნენ ხელფასს. მაგალითად, არ გავიკვირდება, ვიცით ჩვენ მომღერალი ლექსენი რო იყო დასაქმებული თავდაცვის სამინისტროში. ასევე მინდა გითხრათ დღევანდელი პატიმარი სოსო გოგაშვილის მითითებით ეს პიროვნებები, ეს მსახიობები ინიშნებოდნენ ამ ვარსკვლავიან თანამდებობებზე, სადაც მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები უნდა დაინიშნონ ამ ვარსკვლავიან თანამდებობაზე. მაშინ ეს პიროვნება იყო სოსო გოგაშვილი კონტრდაზვერის უფროსი და ასე უხეშად ერეოდა მათ დანიშვნებში. შემდგომ ლევანი ზორია მაკაროვის სისტემის იარაღებს მათზე საჩუქრად გასცემდა. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამ იარაღს ეს პიროვნებები იღებდნენ მოსკოვის გამზირიდან, შეიარაღების საწყობიდან. ასე რომ, როდესაც შემდგომ ლევანი ზორია გადადგა თანამდებობიდან, აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა, რომ 750 მილიონი იყო გაფლანგული, მოპარული იყო ეს ფული ბიუჯეტიდან, ხოლო იზორიას დაჭერის ნაცვლად ეს პიროვნება გააგზავნეს გერმანიაში ელჩად, დააწინაურეს დავით ნემსაძე, იმიტომ არ მოწონდათ, რომ კორუფციაში და ნეპოტიზმში და ამ კანონის უხეშ დარღვევებში ამხელდა. მე გახლავართ ყოფილი სამხედრო სამშვიდობო მისიის მონაწილე და 2008 წლის ომის მონაწილე. სწორედ ამ დღეს მე ვიმყოფებოდი მოსკოვის გამზირზე სატანკო ქარხნის ბაზის მორიგე, რა დროსაც საღამოს გვიან მოვიდნენ პოლკოვნიკი ლუტიძე, მაიორი შეიშმელაშვილი და ბაზის იურისტი კაპიტანი იოსებ ბახტურიძე. ბაზის ტერიტორიაზე მანქანით მოიტანეს პურმარილი, მეთაურის ოთახში ავიდნენ, გაშალეს სუფრა, გახსნეს შამპანურები, მოგვიანებით რო შეზარხოჩდნენ, მაკაროვის სისტემის იარაღიდან დაიწყეს გასროლა, რომ დღეს რომ დავით ნემსაძეს ცემეს და მოარტყეს და ასე ვთქვათ, აღნიშნავდნენ. არ ვითანამშრომლებ არასდროს ჩვენ პროკურატურასთან და გამოძიებასთან, იმიტომ რომ დობა არ მაქვს მე მათი, მათ ყალბი ბრალდებით 2008 წლის შემდგომ დამიჭირეს მე ამ საქმეების ირგვლივ ვითანამშრომლებ და ჩვენებას მივცემ ევროპის სასამართლოში, რომელსაც აწარმოებს დავით ნემსაძის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი. გავლენის აგენტის ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ეხლა თქვენი გადასაწყვეტია დაუჯერებთ 2008 წლის ომის ვეტერანს, ერაყის მისიის ოფიცერს თუ დაუჯერებთ აგერ ამ მასხარას, რომელიც ხელისუფლებას ყველა პოზაში აძლევს, ოღონდ მისი ფინანსური კეთილდღეობა უზრუნველყოს. რო ძალოვანი უწყება და მისი თანამშრომლები ასე ზეიმობდნენ ჩემზე განხორციელებულ კრიმინალურ ორგანიზებულ თავდასხმას, რატომღაც არ მაკვირვებს, ეს ხო ზუსტად ის ხალხია, რომელსაც მე იარაღის ვაჭრობაში, თანხების გაფლანგვაში, მითვისებაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში პერმანენტულად ვამხელდი. ჩემი ძმა კი ნაღამ დაიჭირეს მაგის გამო. ძმა არავის არ დაუჭერია, ის ყველა ინსტად არის, იმიტომ თავის აგენტს არავინ არ გაწირავენ, ხოლო ჩემი ძმა ნამდვილად დაიჭირეს. აი აგერ კადრები. რაზე მაკავე? ბიჭო, რაზე იჭერთ? ეგ ხო უნდა ვიცოდეთ. ამას პატიცემულო, მოდი დავალება. მაშინ რატო გავჩერდი? ამდე ხარ, რა მაქვს დანაშაული რო გამაჭერე ძმაო? დაკავებული ფლანები. გაგვაჩერეს ყველა უბრალოდ და მე ვთხარი თავი დაანებეთ, სანამ მე მოვალ, არა საერთოდ არაფერი არ იმას აქ, მე ამ ადამიანთან ჩემი საქმე გავარკვიო მინდა. როგორც ესენი ლაპარაკობენ, რომ მივედით უბრალოდ საქმის გასარკვევად და სასაუბროდ, არავინ არ მიდის სასაუბროდ და გასარკვევად თემის პოსტივის ჟურნალისტთან, რომელიც ასევე იყო შალვა რამიშვილის საყვარელი. არის სუსთან და პროკურატურასთან გარიგებული ეგრეთ წოდებული ადვოკატი და სამი პირი თვითონ აგრესიულ სიუჟეტში ვინც იღებდა მონაწილეობას, ცემის და ოპერატორი, რომელიც იღებდა აი ამ თავდასხმის სიუჟეტს ცალკე კონკრეტული პირების სიამოვნებიათ, ის იზოლიები, სესიაშვილები, ჭაჭიბაიები, ეს სახელისუფლება რომ მცემეს. ამის ამსახველი სიუჟეტები რო ქონდათ მაგითო. ესენი იყო ადვოკატი ეს ნიკოლაიშვილი ალბათონი პრეზიდენტთან შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილის როცა ვხვდებოდი და ვიფიქსირებდი ამ მართლაც საზარელ არსებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალია, რომ ჯარში ყველაფერი სწორად არ ხდებოდა, აი ჩასმოლიყავდა ამ შეხვედრაზე და ჩემ გვერდზე იჯდა
და მაგვირდებოდა, ასე რომ ის ძალიან კარგად იცნობდა ჩემ ანტურას და ინსტრუქტირებული იყო ჩემი პიროვნების შესახებ. როდესაც ჩემზე განხორციელდა თავდასხმა უშუალოდ იმ მომენტში ესენი ჩასაფრებული ყავდნენ გვერდზე და მოვარდა ესე გონორით და იზახოდა რომ თითქოს მე ბარბაქაძის დედა შევაგი. სახელმწიფოა თვითონ კრიმინალური და მართლა მტკივა საოცრად მეხება ეს ყველაფერი როგორც ეროვნულად ისე მოქალაქეობრივად რომ რუსთაველის თეატრი დასულია სუსის აქტორების დონეზე და ქუჩაში დგამენ პროვოკაციულ სცენებს. თქო უნდა ესეთი სახელმწიფო და ესეთი ქვეყანა შორს ვერ წავა და ვერ განვითარდება. ეს უფრო მეტია ვიდრე ჩემზე ორგანიზებული თავდასხმა. ჩხუბი მოხდა. სატრენაჟერო დარბაზში შეხვდნენ ერთად. არანაირი ჩხუბი, როგორც ესენი ამბობენ, ეს იყო ორგანიზებული ჩასაფრება და თავდასხმა. დახმარების მანქანა როცა მოვიდა, ცუდად ვიყავი. დარტყმის შედეგად, იმიტომ გამოიყენეს კასტეტი, არ ვიცი რა ბლაგვისაგანი ჩამარტყეს უკან. არავის არ დაურტყავს. აი ამ თავდასხმის შემდეგ უკვე დამიკავშირდა თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი 40-ზე, რომელმაც პირდაპირ გადმომცა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შემოთვლილი გზავნილი, რომ მე თუ არ დატოვებდი ქვეყანას, უკვე მე გამანადგურებდი და სიცოცხლეს მომისმოვდი რა. ეს იყო პირდაპირ მუქარა, რომელიც მე მივიღე ზუსტად ისე, როგორც გამომიგზავნეს და გოგაშვილი ციხეში რო უზით დღეს იმის გავრცელებული დოკუმენტებიდან, სუსის ფაილიდან ზუსტად იმ ეპიზოდებს გაგაცნობთ, რომელიც გოგაშვილმა გამოიტანა საჯაროდ გავრცელა და ჩემს ხელშია. და მე მაგ ამ დოკუმენტებზე ხელმძღვანელი. ეს დოკუმენტები აგე რა, ერთი დიდი შეკვრა, მაგრამ აქედან რამოდენიმე გამორჩეულს წაგიკითხავთ მხოლოდ. ოპერატიული თანამშრომელი ახსენებს პატაკი. ეხლა ეს იდიოტი რას წერს? ქალაქი თბილისი, საიდუმლო, პატაკი. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ოპერატიული დაკვირვების ქვეშ ყოფი პირი დავით ნემსაძე პირადი ნომრით ესა და ეს ვეთანხმები ჩემი პირადი ნომერია. თვალთვალის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი ორშაბათ, სამშაბათ, ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეს დადის სპორტ დარბაზ ურბან გარდენში. მიზანშეწონილად მიმაჩნია ღონისძიების დაწყებიდან რამოდენიმე საათით ადრე ოპერატიული ჯგუფი განთავსდეს აღნიშნული სპორტ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. სატრენაჟერო დარბაზში შეხვდნენ ერთად. ხო, მართლა შემთხვევით. აბსოლუტურად შემთხვევით. როგორი შემთხვევით? თურმე შემხვდნენ იქ აი ეს გავლენის აგენტები. ახლა ეს უკვე თავდასხმა მომხდარია და აი აქ რაც წერენ რა. ანალიტიკური ჯგუფის მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ დავით ნემსაძესთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სარგებლობენ მისი მდობით, მოახდინონ მასთან დაკავშირება და შესთავაზონ მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე უარის თქმა, განცხადების გამოტანა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. ნამდვილად ასე იყო, ვადასტურებ ამას. პირველი დამიკავშირდა გია კორკოტაშვილი, დამთხოვა ამათთან მოლაპარაკება და შემდეგ ემზარ კვიციანი და ასევე ჩვენი საუბარი შედგა, მათ შორის აი ახლა რაცა ოპერატიული ცნობა მომზადებული აქვს, ხო? მე იმას პირდაპირ სკრინად განახებთ, რომ ოფიციალურად ითხოვდა ჩემთან შეხვედრას, ჩემი ძმის თანდასწრებით და სანდრო ბრიგაძის თანდასწრებით, რომელიც შეხვედრაც შედგა. ერთ პატარა ცნობას წაგიკითხავთ ამ პატარა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დავით ნემსაძესთან სიტუაციის გართულების შედეგად საქმეში ჩართული იყოს მიერ ნდობით აღჭურვილი საპატრიარქოში ყოფი მღვდლები. მე აქვე გავაკეთებ განმარტებას, რომ აღნიშნულ ცდელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ჯერ ემზარ კვიციანს ჰქონდა კომუნიკაცია მათთან, რაც სიტუაციის დარეგულირება სურდა ჩემი სახელით და მე ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავედი და შემდეგ რა თქმა უნდა მორგოშიას ეს ეგრეთ წოდებული ვითომ ლიდერი როა ვიღაცა კონსტანტინე მორგოშია
მაგის სუფრის მამაოებს უნდათ ჩემთან სიტუაციის დალაგება. აი აქ წერია, რომ მიუხედავად მცდელობისა, ესეთი რაღაცა არ მოგვარდა და არ მოხერხდა. ეს მასალები ყველაფერი მე მინდა გითხრათ, რომ პროკურატურას აქვს უკვე გადაცემული, მაგრამ პროკურატურა არაფერს არ აკეთებს. არც გააკეთებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შოთაძე არის ერთ-ერთი კრიმინალი ქვეყანაში, თუ ვინმე უნდა იყოს სანქცირებული, ალბათ ის უნდა იყოს სანქცირებული, როდესაც დადგება ადრე თუ გვიან მართლმსაჯულების ზეიმი ეს პიროვნება თვითონ უნდა აღმოჩნდეს ციხეში როგორც კრიმინალი და დანარჩენი ახლა სამართლებრივად, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ამ ხალხის წინააღმდეგ საქართველოში, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს არაფერს. მე თქვენ დამშვიდდით მაგ საქართველოში, მე არანაირ დავას არ დაგიწყებთ. ამისთვის არსებობს საერთაშორისო სასამართლო, არსებობს სტრასბურგის სასამართლო კონკრეტულად და მე თქვენ აუცილებლად ამ საჩივარს წაგიღებთ იქ და იქ მოგთხოვთ პასუხს. და როცა გიწევენ ყურს მაგის გულისთვის, როგორც ამ საქმეზე აგიციეს ხური, აი ამ პოლიტიკურ საქმეზე, რაზეც მომენიჭა პოლიტიკური თავშესაფარი, შემდეგ თქვენ ამ ყველაფერში გადაიხდით ძალიან დიდ ყურებას თანხაში და მე პირადად ყველა მიცოდეს, აგერ საჯაროდ იმ თანხით დავეხმარები უპატრონო ბავშვებს და თუ ამას როგორ გავაკეთებ, ეს უკვე ჩემი პრეროგატივაა, მე ფულის გულისთვის არ ვიბრძვი, არც აქ ავარ ფულის გულისთვის, მაიძულეთ ყველაფერი, თუ მაიძულეთ, სადაც ვიწროა, იქ გაწდეს. ეს არის გამოცხადებული ომი ქვეყნის ინტერესებისთვის, თქვენ არ ახართ ჩემი ქვეყნის კეთილის მსურველები და გებრძვით ჩემი მთელი რესურსით, მორალით, აზრით და რწმენით, რაც მე გამაჩნია. საფრანგეთში მიიღო პოლიტიკურ თავშესაფარზე, მე თუ პრობლემა აქვს, პოლიტიკურ თავშესაფარს ვაკეთებ 5-იანზე. რამდენში შეიძლება გაკეთდეს? არ ვიცი. ახლა ვერ გავიგე, რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. სუსის რომელიღაცა გავლენის აგენტი საფრანგეთის და მისი გადაწყვეტილების ნიველირებას უახდენს პროტურკული ტელევიზიით. მე ამას მაგალითად კომენტარის გარეშე დავტოვებ, იმიტომ რომ საფრანგეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ასე შემთხვევით ვიღაცას პოლიტიკურ მფარველობას გამოუცხადებს. ეს წაგებული ომია ქართული ოცნების და უშიშროების სამსახურების, რომლებსაც მე ეს ბრძოლა პირველი ეტაპი პირნათლად მოუგე და ეს ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულებულა რა თქმა უნდა. არც იმიტომ გამოქცეულ ვარ საფრანგეთში, რომ ბარბაქაძის და მისი ოპერატიული ჯგუფის ხელის დარტყმის შემეშინდა. არა, ეს იყო ვალდებულებები და მათ უკან იყო კრიმინალური სახელმწიფო. აი კრიმინალურ სახელმწიფოს კი ნამდვილად გამოვეკეცი, იმიტომ რომ მოუდგენელი იყო ჩემი შესაძლებლობებით მოურეოდი მათ. აზრი არ აქვს, უბრალოდ კაპიტულაცია გააკეთო და ჩაბარდე შემოწინააღმდეგეს, როდესაც გამარჯვების შანსი გაქვს. რამდენში შეიძლება გაკეთდეს? არ ვიცი, აი ამ ტიპზე შემიძლია ის გითხრათ, რომ აი ერეგირებული ფალოსია, მამაკაცის ორგანოა სასქესო. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. გასტროლებზე ვიყავით თურქეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ რო იცოდეს კონკრეტულად როგორ მოხდა ბარბაქაძე რუსთავი 2-ის ეთერში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არაერთხელ მქონია კრიტიკული გამოსვლა ერდოღანის ხარჭის თურქეთის ელჩის იაზგანის წინააღმდეგ და იცით ხან დიდგორობას გვიგრძალავს და ხან რას გვიგრძალავს ქვეყანაში, ხან ხალხს გვიჭერს ქუჩაში და ხან რას აკეთებს. პირდაპირ კარნახობს საქართველოს მთავრობას რა უნდა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. ხო და ჩვენ ქვეყანაში ხო უშიშროება არ არსებობს. სამაგეროდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქეთის დაზვერვის სამსახურები არ მუშაობენ და აგერ ნახეს ეს ბარბაქაძე, ადამიანი, რომელიც ჩემს საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებდა და მოიყვანეს და დასვეს რუსთავი 2-ის ეთერში და აგინებიეს ჩემი თავი. რა თქმა უნდა, ეს უფრო მტკივნეულია, ვიდრე ჩემზე თავდასხმა ამ ბარბაქაძის გაკეთებული ნებისმიერი განცხადება. და უნდა მივცეთ ყველაფერს სწორი დეფინიცია. ქიბარხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი თუ არ იცოდით, გეტყვით რომ არის მუსულმანი თავის სარწმუნოებით, არის თურქების რეზიდენტი საქართველოში, აკეთებს პროთურკული ინტერესების საქმეს და ამ შემთხვევაშიც თურქეთის ელჩმა იაზგანმა პირდაპირ უთხრა და დაურეკა ამ ნაძირალას, რომ ბარბაქაძის ამ ეთერში მოსვლა და ეორგანიზებია და რა თქმა უნდა რუსთავი 2 მისია ქიბარხალვაშიც და ეს ეთერით შედგა ამიტომ. ესეთი რაღაცა ხდება მაშინ, როდესაც არ აყავს სახელმწიფოს სპეცსამსახურები, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ერევიან შენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მართვაში, სწავლობენ შენს პოლიტიკური ცხოვრების ველს და შენი ქვეყნის კონტრდაზვერვა განეიტრალებულია
აი ესეთი მოვლენები, მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. გააკვირდით რას ამბობს? გასტროლებზე ვიყავით თურქეთში და ის რა ჩემფეხებად უნდა ეს თურქეთში ან რა უნდა ეთამაშა ამას თურქეთში. საქართველოში უშიშროების როლი ვერ უთამაშია ეთერში კაიფის მდგომარეობაში ის. ბლუ სინათამაშები შექსპირის ჰამლეტი, რიჩარდი და რა ვიცი კიდე რამდენია ოტელო თუ როგორი სერიოზული სახით უნდა მიიღოს მაყურებელმა. აი აქ არის ზუსტად პრობლემა. ის პრობლემა, რომელსაც მე ვებრძოდი და რომელსაც ვებრძვი ჩვენი ქვეყნის გადაგვარებისა. რას ნიშნავს იყო პოლიტიკური დევნილი? პოლიტიკური დევნილი ნიშნავს იმას, რომ გენატრებოდეს შენი სამშობლო. ის რომ გარდაგეცვალოს მშობელი და ვერ დაესწრო მისი დაკრძალვის პროცესი. პოლიტიკური დევნილი ნიშნავს იცხოვრო ყოველდღიური ტკივილით. ეს არის შეგრძნება ზურგიდან ნასროლი ტყუის. როცა შენმა სახელმწიფომ შენ გაგიმეტა. მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ მე აქ პოლიტიკური თავშესაფარი არ მიმიღია იმის გამო, რომ ვიღაცა გავლენის აგენტი ბარბაკაძე თავზე დამესხა. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავისი პრეისტორია დაწყებული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნიდან დამთავრებული ქართულ ოცნებამდე. იქ ხიდაშელებით, სესიაშვილებით, ჩაჩიბაიებით და ნაძირალთა ერთობლიობით მთელი ამ ხნის განმავლობაში დაწყებული უშიშროების არალეგალური კონტროლით, თვალთვალით და შემდეგ სამსახურეობრივი დევნით რამოდენიმეჯერ შეიარაღებული ძალებიდან ეს მთელი პროცესი იყო. ასე რომ ბარბაკაძე ხუთიანზე პოლიტიკურ თავშესაფრის საქმეს კი არ აკეთებს. პოლიტიკურ თავშესაფარს ვაკეთებ ხუთიანზე. ეგონა რომ აკეთებდა უშიშროების საქმეს, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ ის ხუთიანზე ამასაც ვერ აკეთებს. მე ჩემ ქვეყანაში ადრე თუ გვიან აუცილებლად დავბრუნდები. ეს არის ჩემი შინაგანი მოწოდება, ეს ჩემი მისია არის, მე ამ ქვეყნისთვის ვიბრძოდი, მე ამ ქვეყანას ორჯერ მივეცი ფიცი, ერთხელ როგორც რიგითმა და მეორედ როგორც ოფიცერმა და მე ამ ფიცს ბოლომდე გავიტანე. რა არის ადამიანის ყოფა, თუ ის დაკარგავს შინაგან პრინციპებს და რწმენას და თავის იდეას. რწმენის გარეშე, იდეის გარეშე მაცხოვრებელი ადამიანი გაცილებით უფრო შორს არის სამშობლოდან, ვიდრე იქ ცხოვრობდეს და არ კონდეს ეს ასპექტები, რაც მის შინაგან სულს აყალიბებს. მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში. არაფერს რა თქმა უნდა არ ვნანობ. ეს ყველაფერი შეგნებულად მოხდა და ეს არის ბრძოლა ჩემის სამშობლოს თავისუფლებისთვის. საბრძოლო ველზე, ეგრეთ წოდებულ პოლიგონზე, ჩვენი შვილები აუცილებლად შეხულებიან ერთმანეთს და თუ ჩვენ არ გავზდით სწორი ღირებულებებით მათ, მაშინ ან გადავგვარდებით როგორც ერი და ან დავკარგავთ იმ იდენტობას, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვწეს. სამყაროში არსებობს გარკვეული წესრიგი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. გავლენის აგენტს აქვს მისი გზა, დისიდენტს აქვს მისი გზა. ეს არის ჩემი ბრძოლის არსი, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი რწმენისთვის და ჩემი თავისუფლებისთვის. ამ ყველაფრის მერე მე შემიძლია გითხრათ, რომ მე აწი ამ უშიშროების აგენტურულ პროპაგანდისტულ ჯგუფებს მე აღარასოდეს აღარ ვპასუხობ.